ახლახანს ვიხილეთ ბელგიის გრან-პრი, რომელსაც გულშემატკივრების აზრი ორად გავყო. ამ უქმეებზე განვითარებულმა მოვლენებმა დააპირისპირა წვიმიანი რბოლის და მშრალი რბოლის მოყვარული გულშემატკივარი. ერთი მხარე აცხადებს, რომ წვიმიანი რბოლა უინტერესოა, რადგან ბოლიდები ვერ იყენებენ პოტენციალის მაქსიმუმს. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ პირიქით, წვიმის დროს ფორმულა 1-ის ყურება ბევრად საინტერესო ხდება. სპა-ფრანკონშაიმის წვიმიანი ტრასა თითქოს და უფრო კლასიკურია, ვიდრე იგივე ტრასა მშრალ პირობებში. კვირა დღემდე გულშემატკივრები ელოდებოდნენ ისეთ განსაკუთრებულ რბოლას, როგორც წვიმიან ალბიონზე ვიხილეთ. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. დღეს მოვაკვირდებით რა ხდებოდა 2025 წლის ბელგიის გრან-პრის მიმდინარეობის დროს. მანამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები და დაალაიქოთ ვიდეო. მადლობა ყველას წინასწარ. თქვენ უყურებთ პადოკ მემორის, ასე რომ დავიწყოთ. სარბოლო უქმეების დაწყებამდე პილოტებმა და გუნდებმა პატივი მიაგეს 2019 წელს ამ ტრასაზე დაღუპულ ანტუან იუბერის ხსოვნას. მათ მოაწყვეს ერთობლივი გარბენი და ყვავილებით შეამკეს ის ადგილი, სადაც ანტუანი დაიღუპა. ვინც არ იცით, ანტუანი იუბერი ფორმულა 2-ის პილოტი იყო, რომელიც 2019 წელს სპას ტრასაზე რბოლის დროს ავარიაში მოყვა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია ჩვენი საყვარელი სპორტის ისტორიაში. ანტუანი იუბერი და პიერ გასლი არა მარტო თანამემამულეები, არამედ კარგი მეგობრებიც იყვნენ. ყოველ წელს ბელგიის გრან-პრის დაწყებამდე გასლი ყვავილებით მიდის ტრაგედიის ადგილას და პატივს მიაგებს დაღუპულ მეგობარს. ასევე გრიძე გვაქვს სიახლეც. პირველად 20 წლის განმავლობაში რედბულმა რბოლაში მონაწილეობა კრისტიან ჰორნერის გარეშე მიიღო. 9 ივლისს რედბულმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კრისტიან ჰორნერი გათავისუფლებულია გუნდის ხელმძღვანელობისგან. მისი ადგილი ლოღა მეკინსმა დაიკავა. იოს ფერსტაპენის თქმით, ეს ცვლილება ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო. ამ უქმეებზე რბოლასთან ერთად გველოდა სპრინტიც. რა თქმა უნდა, ყველა ველოდა, რომ სპრინტის დროსაც ვიხილავით ბრძოლას, მაგრამ სპა თითქოს და სპრინტისთვის არ არის კარგი არჩევანი. შაბათის ბოლომდე იყო პრაქტიკის ერთი სესია, სადაც ყურადღება ფერარის ბოლიდებმა მიიპყრეს, რომელსაც ახალი უკანა დაკიდების სისტემა ჰქონდათ. რაც შეეხება სპრინტს, ჩემი აზრით, როგორც მთავარ ბოლოში, აქ საინტერესო უფრო კვალიფიკაცია იყო. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ. ანტონელი ვერ გავიდა პირველი სეგმენტიდან, რადგან მოუსრიალდა ბოლით და გადავიდა გზის არასავალ ნაწილზე, რომელიც ხრეშით იყო სავსე. ასევე ჰემილტონაც ვერ მოახერხა პირველი სეგმენტის დაძლევა. ბოლო ხუთეულს ასევე შეუერთდნენ ალბონი, ჰულკენბერგი და კოლპინტო. რაც შეეხება პოლ პოზიციას, სპრინტში პოლ პოზიციიდან გასტარდა პიასტრი. მას უკან ფერსტაპენი მოყვებოდა. მესამე ადგილს კი ლანდო ნორისი ხურავდა. ფერსტაპენმა ყველანაირი პრობლემის გარეშე თავიდანვე შეძლო ლიდერობის მოპოვება. პიასტრის გადაუსწრო და ბოლიდის კონფიგურაციების ხარჯზე, რომელიც მაქსიმალურ სისწრაფეზე იყო დაკონფიგურებული, შეძლო რბოლის მოგება. ოსკარის ბოლიდი კი მოსახვეების სწრაფ გავლაზე იყო დაკონფიგურებული, სადაც ის მართლაც რომ ძალიან კარგი იყო. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი და მან ვერ მოახერხა პირველი ადგილის უკან დაბრუნება. რომ არა სპრინტის ფორმატ და ოსკარს რომ უფრო მეტი დრო ჰქონოდა, სავარაუდოდ ის აუცილებლად დაიბრუნებდა თავის პოზიციას. ფაქტობრივად, სპრინტის ერთადერთი საინტერესო მომენტი სულ ეს იყო. კარგით, ამ ყველაფერს დავამატოთ ლეკლერის მესამე ადგილი რამდენიმე წრით. როგორც მაქსმა მანაც შეძლო გადაესწრო ნორისისთვის და რამდენიმე წრე ინარჩუნებდა მესამე პოზიციას. მაგრამ ლანდომ დაიბრუნა პოზიცია და ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა. ჰაასის გუნდი ორივე ბოლიდით ქულებში მოხვდა. მათ მეხუთე და მეშვიდე ადგილები აიღეს. პიერ გასლი კი თითქოს და რბოლაში კი არ იღებდა მონაწილეობას, არამედ ტესტებს ატარებდა. მის ბოლიდს ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც წყალს კარგავდა. ის ბოქსებში მიიხმეს, სადაც ხარვეზი აღმოფხვრეს და 2 წრის დაგვიანებით გაუშვეს ტრასაზე. რაც შეეხება მთავარ ბოლოს, აქაც თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, კვალიფიკაცია ბევრად საინტერესო იყო ვიდრე რბოლა. ლუის ჰემილტონმა ამჯერადაც ვერ მოახერხა პირველ სეგმენტიდან გამოსვლა. ანტონელი მხოლოდ მე-18 პოზიცია დაიკავა. ჰაასმა ამჯერად ვერ მოახერხა მესამე სეგმენტში გადასვლა და ორივე ბოლიდით მეორე სეგმენტში ჩაჩნდა. მათ მაგივრად რეისინგ ბულსმა მთელი შემადგენლობით მოახერხა ათეულში მოხვედრა. ასევე ბარტოლეტომაც მოახერხა ათეულში შესვლა. იუკი ცუნოდა კი მეშვიდე იწყებდა რბოლას. რაც შეეხება პოლ პოზიციას, ის ლანდო ნორისმა დაიკავა. მეორე ადგილზე მას ოსკარ პიასტრი მოყვებოდა, მესამეზე კი შარლ ლეკლერი. მეოთხე და მეექვსე ადგილები მაქს ვერსტაპენმა და ჯორჯ რასელმა გაიყვეს. რაც შეეხება მეხუთე პოზიციას, ის ალექს ალბონმა დაიკავა თავისი ვილიამსით. ყველანი ელოდებოდნენ წვიმიან რბოლას. აი მოვიდა კვირაც. წვიმდა. თითქოს და აი ის მომენტი, როდესაც ვიხილავდით ბევრ კონტაქტს, შეცდომას და დაძაბულ რბოლას. მაგრამ არა. ჯერ ბოლის დირექციამ გადაწყვიტა ფორმირების წრე უსაფრთხოების მანქანით ჩაეტარებინათ, შემდეგ კი წითელი დროშები აღმართეს ცუდი ხილვადობის გამო. რა თქმა უნდა, ცუდი ხილვადობა უსაფრთხოების ზომებს შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ ბოლის სტარტის გადადება თითქმის საათნახევრით მანამ სანამ ტრასა გაშრებოდა, ძალიან უცნაური იყო. თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით? გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ყველაზე მეტად ეს სიტუაცია არ მოეწონათ Red Bull-ში.
Verstappen-მა რბოლის ორგანიზატორები კრიტიკის ქარცლში გაახვია. ასევე უკმაყოფილება ლუის ჰემილტონმაც გამოთქვა და თქვა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად გადაჭარბებული იყო, რადგან არც ისე ცუდი პირობები იყო, როგორც მაგალითად დიდ ბრიტანეთში. მესმის რა თქმა უნდა, რომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რბოლების სტერილულად გადაქცევა რამდენად გამართლებულია, ეს უკვე თქვენთვის მომენტია. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი. საათნახევრის და 4 წრიანი უსაფრთხოების მანქანის შემდეგ რბოლა როგორც იქნა განახლდა. და ჩემი აზრით ზუსტად იქ, სადაც ოსკარმა სპრინტი წააგო, მან მოახერხა რბოლის მოგება. გადაუსწრო მეწყვილეს და იმის მიუხედავად, რომ პიტსტოპების დროს ნორისმა დაიბრუნა ლიდერობა, თავისი პიტსტოპის შემდეგ ისევ პიასტრის უკან აღმოჩნდა. ამ ყველაფრის შემდეგ მაქსიმუმ რაც ლანდომ შეძლო, 3 წამით მიუახლოვდა ოსკარს. ოსკარმა იდეალური რბოლა ჩაატარა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რაც შეეხება ლანდოს, ეს რბოლა მისთვის და გუნდისთვის შეცდომებით იყო სავსე. რბოლის დაწყებისას პირველ მოსახვევში ბოლიდი ცოტათი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ 26 წრეზე ერთ-ერთ მოსახვევში დაკარგა დაახლოებით წამნახევარი. მანამდე კი პიტსტოპზე ინჟინერებმა დაუშვეს შეცდომა და წინა მარცხენა საბურავის შესვლა სწრაფად ვერ მოახერხეს. შემდეგ ჰარდებით პირველ მოსახვევში ისევ შეცდომა დაუშვა, სადაც დრო ისევ დაკარგა. ახლა კი თქვენთვის მომენტია. აირჩიეთ ორი ვარიანტი ან ერთ-ერთი. ჰარდები იყო ცუდი გადაწყვეტილება და ამ საბურავებმა გამოიწვია ყველაფერი, თუ ლანდომ ისევ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს და დაუშვა შეცდომები, რის გამოც ვერ შეძლო პიასტრისთან ბრძოლა. გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რაც შეეხება დღის პილოტ ლუის ჰემილტონს, რომელმაც ძალიან კარგი პერფორმანსი გვაჩვენა, როგორც ხედავთ, ახალი ძრავი და უკანა დაკიდების სისტემა ძალიან დაეხმარა და ეს ყველაფერი მის ფენომენალურ პილოტაჟთან ერთად ძლიერი იარაღი აღმოჩნდა. მან სტარტი პიტლეინიდან აიღო ანტონელის, ალონსოს და საინსთან ერთად. მე-18 პოზიციიდან მე-7-ზე გადმოიასვლა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ის არა მარტო მზად არის კიდევ დარჩეს ფორმულა 1-ში, არამედ ბოლომდე იბრძოლოს მაღალი პოზიციებისთვის. რაც შეეხება ფერარის სტრატეგებს, ამ შემთხვევაში მათ მიმართ გონია რომ პრეტენზიები ვერ გვექნება. მათ იდეალურად შეასრულეს თავიანთი საქმე. ასევე ანტონელისგანაც ველოდით კარგ ოვერთეიქებს და მაღალი პოზიციების დაკავებას, მაგრამ ამჯერად მან მხოლოდ მე-16 პოზიციამდე მოახერხა წინსვლა. საერთოდ ამ რბოლიდან ყველას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ გაწყვილებულები დავრჩით. კი, რა თქმა უნდა, დასაწყისში იყო ბრძოლის ჩანასახები, მაგრამ იმის შემდეგ რაც ტრასა გაშრა და შვალიდური საბურავებისგან პილოტები მედიუმზე გადავიდნენ, გრიდი გაიწელა. ყველაფერი დასტაბილურდა და საბურავში ბრძოლა სანატრელი გაგვიხდა. ფაქტობრივად რბოლის საინტერესო ნაწილი მხოლოდ პიასტრის ლიდერობის მოპოვება და ლუისის უმშვენიერესი პერფორმანსი იყო. რეისინგ ბულსმა ვერ შეძლო პოზიციების შენარჩუნება. ჰაჯარი პისტოპების გამო ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა და ერთადერთი პილოტია, რომელიც წრით ჩამორჩებოდა ლიდერებს. ლიამ ლოუსონმა კი მერვე პოზიცია დაიკავა. იმის მიუხედავად, რომ იუკი ცუნოდა მე-7 პოზიციაზე დაიწყო რბოლა, პისტოპის შემდეგ დაკარგა პოზიციები და ვეღარ მოახერხა წინსვლა, რის გამოც რბოლა მე-13 პოზიციაზე დაასრულა. მესამე და მეოთხე პოზიციები გაიყეს ლეკლერმა და ფერსტაპენმა. მაგ შეეძლო პოდიუმზე ასულიყო, მაგრამ რატომღაც ყველა ტრასის გაშრობას ელოდა. მან სანამ ჯერ კიდევ შვალიდური საბურავებით მიდიოდა რბოლა, მაქსი რამდენჯერმე ეცადა ლეკლერისთვის გადაესწრო. მაგრამ მას შემდეგ რაც ტრასა გაშრა და ორივე მედიუმზე გადავიდნენ, ის ვეღარ ახერხებდა შეტევის განხორციელებას. როგორც ყოველთვის Red Bull-ის ბოლიც მხრუჭების პრობლემები აწუხებს. და მთელი რბოლის განმავლობაში მაქსის რადიოში ისმოდა მისი უკმაყოფილო ხმა, რადგან ბოლიდი ისევ ცუდ მდგომარეობაში იყო. ლეკლერმა კი მთელი რბოლის განმავლობაში შეძლო მფრინავი ჰოლანდიელი შეკავება და მე-3 პოზიცია შეინარჩუნა. საბოლოო შედეგები ასეთია. შემდეგი დუბლი ისევ მაკლარენის ყოლობაშია. კმაყოფილი პიასტრი, მეორე ადგილით დამწუხრებული ლანდო და პოდიუმის მესამე სართულზე მყოფილი ლეკლერი, რომლისთვისაც ამ სეზონში ეს მეხუთე პოდიუმია. მაგრამ ყველას გვაინტერესებს, როდის უნდა ველოდოთ ფერარისგან გამარჯვებას. რაც შეეხება პირად ჩათვლას, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ყველაფერი უცვლელია. პირველ ადგილს იკავებს ოსკარ პიასტრი 266 ქულით. მეორე ადგილზე მას ლანდო ნორისი მოყვება 250 ქულით. მესამეზე კი მაქს ვერსტაპენია 185 ქულით. ის 28 ქულით უსწრებს ჯორჯ რასელს. მას კი ლეკლერი და ჰემილტონი მოყვებიან 119 და 109 ქულით. კონსტრუქტორების თაში, რა თქმა უნდა, მაკლარენი ლიდერობს 516 ქულით. მეორე ადგილს იკავებს ფერარი 258 ქულით, მესამეზე კი მერსდესია 220 ქულით. რაც შეეხება Red Bulls, ისინი მეოთხე ადგილს იკავებენ 192 ქულით, საიდანაც 185 Verstappen-ს ეკუთვნის. აი ასეთი გამოვიდა ბელგიის გრან-პრი. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ. უფრო მეც მოველოდი. იმედი მაქვს დარჩენილი ეტაპები უფრო მეტ ემოციებს გვაჩუქებს. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოვერთით ჩემს Facebook ჯგუფ Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს გასულ და მიმდინარე სეზონებს.